თუ ბავშვი რაღაც მიზეზით ამბობს ვერ შევჭამ, არ შემიძლია, თუ მოხუცი თქვენს ოჯახში ხშირად იმეორებს სხვადასხვა პროდუქტთან მიმართებაში, ვერ შევჭამ, არ შემიძლია. არ დატოვოთ ეს ფრაზები უყურადღებოთ. თუ ახლნავშობიარევი ქალი ამბობს ვერ შევჭამ, არ შემიძლია. ლაქტაციის ფაზაში მყოფი ქალბატონი ამბობს ვერ შევჭამ, არ შემიძლია. ორსული ამბობს ვერ შევჭამ, არ შემიძლია. ყველა შემთხვევაში უნდა მოვძებნოთ მიზეზი და პირველ რიგში მოვძებნოთ სამედიცინო მიზეზი. რატომ? იმიტომ რომ არის სხვადასხვა სამედიცინო პრობლემა, როდესაც სამწუხაროდ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ სამედიცინო დაბრკოლება, რეალური დაბრკოლება, ანუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც არ აძლევს საშუალებას ესა თუ ის პროდუქტი მიირთვას. ასეთ მდგომარეობებს სჭირდება პროფესიული შეფასება, ასეთ მდგომარეობებს სჭირდება საგანგებო გამოკვლევა. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს ვალდებულება მოусმინოს ოჯახის წევრებს და ჩვენ ასეთი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვაქვს სურვილი მოусმინოთ ერთმანეთს და ჩვენ გვაქვს აუცილებლობა მოусმინოთ ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში დავაკვირდეთ ბავშვის მიერ ნათქვამს ვერ შევჭამ, არ შემიძლია. მოხუცის მიერ ნათქვამს ვერ შევჭამ, არ შემიძლია და ყველა განსაკუთრებულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, რომელიც ამბობს ვერ შევჭამ, არ შემიძლია. აუცილებლად მოვძებნოთ მიზეზი, ხომ არ არის აქ სამედიცინო პრობლემა და მხოლოდ ამის შემდეგ დავაბრალოთ ყველაფერი მის ხასიათს, განწყობას და ნებისმიერ სხვა ფაქტორს, რომელზედაც მე უკვე გესაუბრეთ.